ექვთიმე თაყაიშვილის სამეცნიერო მემკვიდრეობა 12 ტომად გამოიცემა. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამომცემლო პროექტი მეცნიერის ყველა გამოქვეყნებულ და საზოგადოებისთვის უცნობ ნაშრომს ერთად მოუყრის თავს. ემიგრაციის წლებში პარიზში დაბეჭდილი გამოკვლევები და საქართველოში დაბრუნების შემდეგ დაწერილი კვლევები გეგმის მიხედვით უნდა გადანაწილდეს, რომლის დედანს მეცნიერის პირად არქივში მიაკვლიეს. ლიზა ციციშვილი ახალი საგამომცემლო პროექტის შესახებ. ერთი ნაწილი მასალებისა თანამ აქვს და გამოუცემელი რჩება. საქმე კი საშურია. დრო მიდის, მე მივიწურე აღსასრულისკენ ადამიანის წონთა წესითა და ჩემს შემდეგ ამ მასალას თავს ვერავინ გაართმევს. 1936 წლის 25 ნოემბერს ქართველი ემიგრანტებისათვის გაგზავნილ მიმართვაში ექვთიმე თაყაიშვილი საკუთარ გამოუქვეყნებელ ნაშრომებზე წუხდა და მრავალტომეულის გამოცემაზე ოცნებობდა. ექვთიმე თაყაიშვილის ანდერძის ერთგვარ აღსრულებად მიიჩნევენ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ახალ საგამომცემლო პროექტს. იწყება მისი ნაშრომების 12 ტომეულის გამოცემა. ძალიან ბევრი გეგმა ჰქონდა კიდევ და დარჩა განხორციელებელი ამ გეგმების შესახებ თავის ჩანაწერებში ხშირად წერს და არის არქივ მასალაშიც ისეთი მომენტები სადაც კარგად ჩანს როგორ წარმოუდგენია მას თავისი მომავალი შრომების გამოცემა. გათვალისწინებული იქნება ექვთიმე თაყაიშვილისეული საარქივო მასალები როგორ წარმოედგინა ამ თემის შრომის გამოქვეყნება. აქამდე გამოუქვეყნებელი და ცნობილი სამეცნიერო ნაშრომები, ეპისტოლარული წერილები, ფოტომასალა და პუბლიკაციები, რომლის დაბეჭდვა საზოგადო მოღვაწემ თავად ვერ მოახერხა, 12 ტომში მოიყრის თავს. საგამომცემლო პროექტში შესული კვლევების დიდი ნაწილი უკვე ბიბლიოგრაფიულ იშვიათობას წარმოადგენს. ბევრი კი ემიგრაციაში დაიბეჭდა და ქართველი მკითხველისათვის რთულად ხელმისაწვდომი იყო. აქ შეტანილი იქნება როგორც მისი შრომები, ასევე მისი მოღვაწეობის გარკვეული დეტალები, ცხოვრება და მოღვაწეობა მისი და ამასთან მისი ძირითადად მოწამეობრივი ცხოვრება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ 12 ტომში გარკვეულ ადგილს დაუძღოთ იმ მასალებს, რაც დღეს არქივებში არის დაუმიჯებული. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული მასალების მომზადებაში ისტორიკოსები და ხელნაწერთა ცენტრის სპეციალისტები ჩაერთვებიან. გამოცემა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. ეს გამოცემა არა მხოლოდ დარგის სპეციალისტებისთვის იქნება მნიშვნელოვანი და საინტერესო არქეოლოგიის თუ ხელოვნებათმცოდნეობით დაინტერესებული ადამიანებისთვის, ასე რომ ალბათ ძნელია ამ პროექტის მნიშვნელობა არ გაიზიარო და ჩვენი მხრიდან ცხადია, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი იყო ამ პროექტში არ ჩართულიყო. ექვთიმეს საარქივო ფონდების კვლევა დღესაც გრძელდება. ახალი ილუსტრირებული 12 ტომეულის გამოცემის შემდეგ მკითხველისათვის საზოგადო მოღვაწისა და მეცნიერის სრული შემოქმედებითი მემკვიდრეობა გახდება ხელმისაწვდომი.